უკვე მესამე დღეა, ფეხით მივდივართ. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მივდივართ უდაბნოს ტურზე, სადაც ჯერ აქლემებით გავივლით და შემდეგ ქვიშაში ვივლით ავტომობილებით. რამდენიმე წლის წინ ნამყოფი ვარ და ეხლა კიდე დიდი სიამოვნებით წავალ და ვნახავ უკვე ახალ ემოციებს. ნიკოლოზ, მზად თუ ხარ მაგ ყველაფრისთვის ჩემო მეგობარო? ბიჭო, კი ვარ მზად იდეაში რა. თან ნამყოფი ვარ 2015 ან 16 წელი იყო და ის შეგრძნებები დღემდე გამოყოლილი მაქვს და კარგად მახსოვს რა მაგარი იყო იმ ქვიშაზე ტრამალებზე იმაზე რომ დადიოდა ჯიპი სასწაული შეგრძნება. მაგრამ ჩემთვის ახალი იქნება აი ის რა სნოუბორდით რომ ქვიშაზე ვეშვები. ეგ არ მაქვს აქამდე პრაქტიკაში არ მქონია გამოცდილება და საინტერესო იქნება მე ვფიქრობ. რავი, კარგი თავგადასავალი გველესწინა, კაი გართობა და იმედია ვიღაცა ინდუსი არ შეიწირავს ჩვენს ნერვებს და ძალიან კარგად მოგვემსახურებიან. წავედით, სადაცაა მანქანა და დავიცვლებთ. კი ბატონო. Yeah, before also. You in October you been to safari? No, we were first time in May 2023 and we were there. Okay. დავიზარეთ ახლა This is საფარის. the second time now. The first time was also with your company. Same company. Good. თუ არ გინდათ გზაში ესე მოწყენილობით რომ მოვკვდე, გამოიწერეთ ჩემი არხი. ეს ჩემთვის დიდი мотиваცია იქნება. მოვედით ახლა აქლემებთან შემოსხდებით და გავივლით. ეხლა უნდა გავიდეთ აქლემების და მინდა სელფის ჯოხი რომ დავამაგრო აქლემზე და როგორ შეიძლება დავამაგრო, რამე იდეა ხო არ გაქვთ? რა გჭირთ ხალხო, რა ბილწი იდეები არის, არ შეიძლება ეგრე ცოდოები არიან ეს. Skai's მაკაცებით რომ მიზის გვერდით მიდგას, ნა. ოპა! გასწორდი შენ. Gabro. ძმობას გაფიცებ, კაი იდეა მაქვს. აქლემს კუზიდან წყალი დამულიოთ. ეს არა კუზი. კუზი კუზი არა. ვიღაცამ დაულია უკვე? მიხდება? და შეიხი თუ ბედუინი? უნდა დავამუღამო ამის გაკეთება რა მე თვითონაც და თბილისში ეს ვიმოძრავ ხომ. Thank you. You want okay, თქვენ არ გინდათ? არა. ეს თავშობდე. შენ შევდით. შენ კეპით ხო? წავედით მაშინ აბა. ფასები ვერ ვნახე ვერსად კვადროციკლების. აქ სადაც ეს ეწერება თუ არა და ვიკითხავ ბოლო და იქნება. ნახეთ უბრალოდ რამდენი კვადროციკლი აყენია აქ. ბაგით კაი იქნება მე მგონი. გავარკვევთ ფასები, ნახოთ აბა.
ანუ ბაგით 9 საათი რო გაიარო 950 დირჰამი გამოდის. ანუ სადაც 700 რაღაც 800 არამდე გამოდის 9 საათით ქირავა. ძალიან სისულელია ჩემი აზრით. ისე ვაქლები ჯობდა. მოვედით ახლა ქვიშებთან და დავიწყებთ მანქანებით ქვიშაში სიარულს. გაგვაფრთხილა ღვედები შეიკარით ყველამ და მოემზადეთო და ნახოთ ერთი რითი გვაშინებს აბა ჯიგარი. ჯერჯერობით ისეთი არაფერი. ოპა. ოპა. ეხა ხურდება მე მგონი და უფრო უმატებენ ტემპს. ერთ ავტომობილს საბურავი დაეშვა, აი როგორ მოახერხა ქვიშაში საბურავის გახეთქვა, არ ვიცი, აი მაგასაც ძალიან მონდომება უნდა, არ ვიცი, აი რა უნდა ქნა ისეთი, რომ ქვიშაში საბურავი გახეთქო. მაგრამ გავჩერით ახლა სამივე მანქანა. ლისი პაკლიშკები აქვს შეჩემა და ესეც გავართ და ელიავაზე რომ მეორად საბურავს იყიდის. ველოდებით ახლა როგორ როდის შეცვლიან საბურავს. კი არ გახეთქა, გადაძვრა დისკიდან, ბიჭო. როგორი ჩაკეცი? დისკიდან არის გადამძვრალი საბურავი, ეს არის ჩაკეცი. ნაცდილობენ რომ დანგრადით აწიონ, მაგრამ ძალიან რთულია, იმიტომ რომ ყველაფერი ქვიშაში ერჭობა. ეფლობა. უკვე მესამე დღეა ფეხით მივდივართ. არც წყალი გვაქვს, არც საჭმელი, საერთოდ შუაგულ უდაბნოში ვართ და აი არ ვიცი უკვე რამდენი ხანი გავძლებთ უკვე აღარ ვიცით. საერთოდ ბოლო სიცოცხლის ბოლო წუთებია მე მგონი წამები, ყველანაირი რესურსი მოგეწურა და უკვე ფიქრობ ხო არ დავნებდი ცხოვრებას. ამო ბიჭო, ნუ წუწუნებ საბურავი შეცვლა. მორჩა უკვე, კაი, წავედი. ნიკოლოს, ქვიშაში თუ გირბენია? წეგან გამოვირბინე რამდენიმე მეტრი, ისე ცხოვრებაში არა. ამ აღმართზე ვინ აასწრებს, მე თუ შენ? რავი, შევეჯიბროთ. შენ გრძელი ფეხები გაქვს. ხომ არა, ეგ არ არის უპირატესობა, იმიტომ რომ მიწა მაგრა მინდის ქვევით და ვეფლობით. აი, 3 2 1 ძალიან ვერ გავბივარ. ჩანთა მიშლის ვერ გავბივარ. ვითომ სპორტსმენი გას. მე ძალიან ბევრი რაღაც გქონდა. 2-1. წამო ამებს გავიხდი და ისე გამოვიქცე. გაიხდი და ეხლა რა ხდება? მომეც. მე გზაში იმებს ვიჭერდი ჯიბეებს. როგორი სიტუაციაა, იცი რომ საბურავი აწეული აქვს, უბრალოდ გაღვინული და გასაბერია. გაჭრილი არ არის. შეიძლება უბრალოდ გასაბერი იყოს. დისკზე გადახტა უეჭველი საბურავი და ჩაიკეცა, მაგიტომაც არის ესეთ მდგომარეობაში და დაიშვა. აქ ნიკუშამ დიაგნოზი დაუსვა ავტომობილს, მაგრამ სულაც არ იცოდა, რომ ცოტა ხანში თვითონ მოუწევდა ამ საბურავის გამოცვლა. დაგიბრუნდებით, ჩართვა სხვა ლოკაციიდან იქნება. დიდი იმედი მაქვს დღეს თუ აქ არ დავჭით. აი აქ საფხულში, აი როგორი სიცხე იქნება, ვერ აგიხსენებთ უბრალოდ კატასტროფა, იმიტომ რომ ეხლა ცხელა ძალიან შემაწუხებლად ცხელა,
იანვრის ბოლო, თებერვლის დასაწყისშიც კი და აგვისტოში აქ ალბათ რავი 5 წუთი ვერ გაძლევს კაცი მე მგონი. ჯერ კიდევ ვერ შეცვალე საბურავი. უკვე მე-5 დღე აქ ვიმყოფებით, დაგვრჩა 1 ბოთლი წყალი და ვართ დაახლოებით 15 ადამიანი, ახლა ცოტა ხანში დაიწყება ბრძოლა გადარჩენისთვის და ერთმანეთის ჭამაზე გადავალთ უკვე, იმიტომ რომ 7 დღეა არც არაფერი გვიჭამია, არაფერი დაგვილევია და ქვიშაში ესევს ხედავთ. ეხლა ნიკუშამ დაიწყო ვულკანიზაციაში მუშაობა უდაბნოში და თუ აქ უდაბნოში მოხვდებით და საბურავზე რამე პრობლემა შეგექნებათ, ნიკუშასთან შეგიძლიათ ძალიან დაბალ ფასებში შეცვალოთ საბურავი. ნიკოლოზ, ერთ საბურავის შეცვლაში რა თანხას იღებ რომ ითქვა? მანქანას გააჩნია, მაგრამ მე ძვირია რა. აჰა, ანუ კარგ ფასში მოგხედავთ თუ რამე რა. Forward. ცოტაც დარჩა გაბრო გაუძელი. ვაიმე. გაბრო.